ვარ ანა ჩანკაძე 14 წლის. ვსწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. მახსოვს პირველი დღე მართვეში რომ მივედი. პირველად მივიყვანა ჩემმა დაქალმა ლანამ და ერთად დავიწყეთ ცეკვა. პირველ დღეს რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ უკვე დროდადრო მივეჩვიე. ცეკვა შემაყვარა ჩემმა მასწავლებელმა დარომ და დათომ, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ადამიანები არიან და იმის მერე ვარ ჩართული სრულად ამ საქმეში. დარომ მასწავლებელი არის ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე თბილი, ამავდროულად არის მკაცრიც, მაგრამ ჩემთვის პირადად ძალიან კარგი ადამიანია, როგორც ქორეოგრაფი, ასევე გარეთ, როგორც მეგობარი. დათო მასწავლებელიც ისეთივე თბილია, მოსიყვარულეა, ძალიან უყვარს ბავშვები, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და დარბაზის გარეთ არის სრულიად სხვანაირი. მთლიანად არის ჩართული თავის საქმეში და ბავშვები უყვარს ძალიან. ჩემთვის ორივე არიან სამაგალითო ადამიანები. ცეკვაში ყველაზე რთული პირადად ჩემთვის არის შენეები და ტრიალები, ხოლო ყველაზე ადვილი ალბათ სულები. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ნარნარი. სიამოვნებით ვიცეკვებდი სოლოს განდაგანაში. უკვე მქონდა 5 კონცერტი და ყველაზე კარგად დამახსოვდა კონცერტი პრაღაში, მქონდა გასტროლი. ჩემთვის პირველი გასტროლი იყო, ძალიან ბევრი ახალი ემოცია შევიგრძელეთ, ძალიან ბევრი ახალი ხალხი გავიცანი იქ და ვნახე თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩეხები. კარგადაც გავერთეთ და გრან-პრიც ავიღეთ. ჩემს პირველ სოლო კონცერტს ვისურვებდი ბათუმში ოპერის თეატრში. ცეკვა შემაყვარა ჩემმა საუკეთესო დაქალმა ლანა წულუკიძემ. მან მაზიარა ამ სფეროს, ერთად მივედით და ერთად დავიწყეთ ყველაფერი, თუმცა მე ახლა ვაგრძელებ მარტო ცეკვას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კარგი ადამიანი გვერდში, ჩემი დამრიგებელი მზევინარ კონცელიძე. გვერდში დგომა იცის, ძალიან მოსიყვარულია ისიც, ყურადღებიანია, არასდროს მაკლებოდა მისგან ყურადღება და სიყვარული. ამიტომაც მიყვარს ის. ჩემი აზრით მასწავლებელი არის ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მას ვყავართ ჩვენ, გასაოცარი ბავშვები, მე-9 D კლასი და ძალიან ვახარებთ მის გულს. ჩემი საყვარელი საგანი არის ფიზიკა. საბოლოოდ ჯერ პროფესია გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ მინდა ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებს და გამოვიდე დიპლომატი. თუმცა ვიცი რომ ბევრჯერ შემეცნობა კიდე აზრი. ბავშვობაში ძალიან მინდოდა გამოსულიყავი ვეტერინარი. ბავშვობიდანვე იყო ეს ჩემი ოცნება, იმიტომ რომ ძალიან მეყვარს ცხოველები, ძალიან ხშირი შეხება მაქვს როგორც ძაღლებთან, კატებთან და ასევე სხვადასხვანაირ ცხოველებთან. ბავშვობიდან ვფიქრობდი რომ გამოვიდოდი ვეტერინარი, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, თუმცა როდესაც გავიზარდე და მივხვდი თუ რა სირთულე და ყურადღება აკისრია ამ პროფესიის ხალხს, მივხვდი რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არ იყო და ზოგადად ძალიან გულჩვილი ადამიანი ვარ და ვიცოდი რომ ბევრ რაღაცას ვერ გაუძლებდი მაგ პროფესიაში. მე რო ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, შევცვლიდი ძალიან ბევრ რაღაცას, გავზრდიდი დასვენებებს, ბავშვებს უფრო მეტ შესაძლებლობას მივცემდი, ასევე სკოლას და პედაგოგებს ცოტა სიმკაცრეს მივცემდი. ზოგჯერ სუფევს უსამართლობა და ამ უსამართლობას აღმოვფრინდი და მოვსპობდი. კიდევ სკოლას გავხდიდი უფრო ფერადს და ალბათ დავაწესებდი კლას საათს, თავისუფალ საათს, სადაც შეიძლება ისაუბრო ყველაფერზე. მიყვარს კითხვა, თუ კი წიგნი არის საინტერესო და ჩემი საყვარელი წიგნი ამ მომენტში არის იფიქრე და გამდიდრდი. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ჩემი აზრით მომავალში გავხდები მილიონერი და კარგი ბიზნესვომენი. არ ვიცი, ალბათ უფრო გავხსნი რაღაც კერძო ბიზნესებს, რაც იქნება დაკავშირებული კომერციული ფართობის გაყიდვასთან. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი თინეიჯერებზე და ახლანდელ ცხოვრებას. ამ წიგნის სამაგალითო პერსონაჟი ვიქნებოდი მე თვითონ. ჩემი ყველაზე კარგი თვისება მგონია სიკეთე და ხელგაშლილობა. რას გამოვასწორებდი ჩემ თავში? რას გამოვასწორებდი და უფრო ნაკლებს ვინერვიულებდი, უფრო ნაკლებად გულჩვილი ადამიანი ვიქნებოდი და სიკეთეს და ხალხს დავაფასებდი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ბაბუა. ჩემი უფროსი და სწავლობს თბილისში. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამა ჩემი არის სამაგალითო ადამიანი ნამდვილად. არის ძალიან კეთილი, ძალიან გულიანი ადამიანია. ჩემთვის დიდი მაგალითია. მე მისნაირი ადამიანი მეჯერ არ შემხვედრია. ისიც ჩემნაირად კეთილია, ხელგაშლილია, უზომოდ თბილი ადამიანია, მაგრამ არის ამავდროულად მკაცრიც და ესეც ძალიან კარგია. კი, მამიკოს ძალიან უყვარს დედიკო და ჩემთვის სიყვარულის ნამდვილი ნათელი მაგალითი არიან. ასე იმიტომ მგონია რომ მამიკოს დედიკო ხელის გულზე დაყავს, არასდროს არ აკლებს არაფერს, არც საჩუქრებს, არც ადმე წასვლებს, მოგზაურობებს და დასვენებებს საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. დედიკო არის ძალიან ლამაზი, მზრუნველი, თბილი, ტკბილი ადამიანი არის და ძალიან მეყვარს ის. ბებია არის ძალიან ახალგაზრდა გოგო, მე ვარ მისი გოგო. ძალიან თბილია ის, ძალიან მეგობრული, გემრიელი ადამიანია.
მოკლედ, ჩემთვის არის იდეალური ადამიანი. ჩემი და არის 20 წლის, ქვია ელენე, სწავლობს თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ის, ძალიან პასუხისმგებელია ყველაფერზე. ძალიან მკაცრია, მაგრამ როდესაც ძალიან დიდი მანძილი გვაშორებს ჩვენს, ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ. ბაბუ არ დაგვაუწყდეს, ის არის ძალიან თანამედროვე ბიჭი, ძალიან ახალგაზრდულია, ერთ წალღაზე ვართ სულ, ერთნაირი ხასიათები გვაქვს და ყველაფერში მყვება თან. დარწმუნებული ვარ, რომ მე მყავს ყველაზე კარგი და სამაგალითო ოჯახი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მოვსწრებდი ყველანაირ დაავადებას და ხალხს უფრო გავამხიარულებდი და გავაფერადებდი. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავედი დუბაიში, იმიტომ რომ ის არის ძალიან თანამედროვე და მრავალფეროვანი ქალაქი. ჩემი ოცნებაა ავაშენო ცხოველთა უზარმაზარი თავშესაფარი, სადაც შევიფარებ ყველა უსახკარო ძაღლს, კატას და სხვადასხვა ცხოველებს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ანა რო არ მერქვას, რა მერქმევა და მე ანა დამარქვა ჩემმა დამ, ძალიან მომწონს ჩემი სახელი, იმიტომ რომ საკმაოდ მოკლეა და კარგია. მაგრამ ანა რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ქრისტინე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, თუ რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის Mercedes G-კლასი. დარწმუნებული ვარ, 25 წლის ასაკში მე უკვე ვიყიდი ამ მანქანას ჩემი ფინანსებით. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და კარგი მეგობრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.